ქართული მონადენი მურდალოს მიმართ იმ გამოცხადეთ დღევანდელ სასამართლოს ხომაზე. დღევანდელ სასამართლოს ხომაზე გამოცხადნენ ნუთაჩევის წარმომადგენელი მიხეილ ტყეშელაშვილი, მოპასუხე ნონა გულონდავა და მოპასუხე წარმომადგენელი კაფა კუკავა. იგივე შემადგენლობით არის სამართლო აქტების გადამოწყვეტის ხომასთან. არა, ხშირად. ინასტომის შემდეგ რამე წინსვლა აქვს? რაღაც სასუხაროდ. რატო? შეხედეთ რომ იყო თუმცა პოლიციური დავა. არა, პოლიციური დაუახლოვით ფინანსური ერთმანეთს. ინფორმაციის სახით თუ იყო ხა მორიგებაზე შუაუდღუღას დასამშლოველი. გადაწყვეტ სამწუხაროდ ინფორმაციის სახით ვიტყვი რომ კოლეგასთან ნორმალური საუბარი ჰქონდა, სახში შედგა ქალბატონ ნონასთან შეხვედრა. 2-3 დღის წინ იყო, რაღაც ვარიანტები გავიარეთ, რადგან პასუხით არ დაგვიბრუნდა სავარაუდოდ არ არის თვითონ მისი მარწმუნებელი თანახმა. რა თქმა უნდა, პროცესით ვერ დავალდებულებ, თუმცა რა ვიცი, მე მაინც გავაჟღერებ სასამართლოსთვის სუნახევარწუთი დამჭირდება და თვითონ ხარეთ თუ უშუალოდ მიიღებდა მონაწილეობას ცუდი არ არის. ეს თქვენ იცით, რომ ეს გამოსახლების დავას წინ უძღოდა აუქციონი ქალბატონო მოსამართლე, რომელშიც დევს აღსრულების მასალებში, რომ რატო ამბობ ამას, თუ ერთ დიდ დროს არ დაგარწმუნდით. ყოველთვის შეიძლება რა თქმა უნდა ჩემი ან ვიღაცის მორალური შეხედულება განსხვავდება იმისგან, რასაც კანონი ითხოვს და მესმის, რომ საკუთრება არის რეესტრში რეგისტრირებული და ნუ მე საკუთრე ამბობს, რომ ჩემია და ეხლა აბა ხო არ გაჩვენე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ერთი პოზიცია, რომ თვითონ აღსრულების მიერ ჩატარებული შეფასების მიხედვით 418,200 ლარად არის შეფასებული ეს უძრავი ხონება, რომელიც განკარგულების მიხედვით შეიძინა 167,280 ლარად. დაახლოებით მე-13% შეიძინა მესაკუთრე. ჩვენ, როდესაც გავიარეთ ბატონ მიხეილთან ერთად ეს ვარიანტი, მე შევთავაზე მე რა ნუ ერთად ეს ვარიანტი იყო, ორი ვარიანტი. ერთი რომ რა თქმა უნდა, რაც თანხა გადახდილია, ის თანხა თუ მისთვის თანხა წარმოადგენს პრიორიტეტს უნდა იქნეს ანაზღაურებული და აქვე ისიც მიუთითე რომ მიუხედავად იმისა რომ ის რომ წარმოდგენა გვაქვს ამ საკითხზე ამ თანხის კორექტირება შეიძლება თუმცა ამოსავალ წერტილად განვიხილავთ იმ თანხას რაც იქნა გადახდილი იმიტომ რომ როგორც უნდა უყურებდე მე ახლა ამ საკითხს თანხა გადახდილი აქვს და გასაგებია რომ თანხას ვერ სახელმწიფო საჩუქებს და ვერ გულურდავად ის მხარე ან შევთავაზეთ მეორე ვარიანტი თუ საკუთრება წარმოადგენს მისთვის პრიორიტეტს მაშინ ამოვიდეთ ამ საბაზრო ღირებულებიდან რაც არის აქ დაფიქსირებული აღსრულების მიერ და მათ მიერ იქნეს თანხა კომპენსირებული აქაც მიუთითებს ქალბატონო მოსამართლე ბოდიშ მინდა იცოდეთ რომ აქაც თქვით რომ ეს არც ერთი თანხა არ არის ფიქსირებული ბატონო მიხეილმა თქვა რომ პირველ შემთხვევაში განვიხილავთ იმას რომ ნუ ცოტა მეტი ახლა ორჯერ მეტი არა ან მეორე შემთხვევაში სრულად თუ არა ნუ ძირითადად მაინც იქნეს კომპენსირებული ქალბატონი ნონასთვის ეს ორი ვარიანტი არის, რომელიც დავით მეგონი მორალითა და კანონის რაღაცა შუალედური მას იძლევა რა ქვია პოზიციას. სამწუხაროდ ორი მიწვეშანმართუნებლებმა თანხა იყო თავიდან გამოსყიდვასაც შეეხება მასი მიუღებელია მისთვის თანხის ხარჯია ასე რომ მაგასაც არ განიხილავს თან თქვენგან გამოსყიდვას კინოზე პირიქით იყო კაცო გამოსყიდვის ძალიან ისეთი აქტიურია მაგას ვფიქრობ ვალდებულება 75,000-იანი ვალდებულება რომელიც დაგირავებული აქვს ბალანსით რაც ფაქტები მესამე პირებზე თავის საკუთრებაში რაც რა და ის ვალდებულების გასახსენებელია შესაბამისად ძალიან დიდია ამაზე ვისაუბრეთ ბატონებოდა კაცო ამას გავაბადებოდა საბაზრო ღირებულებას მაგას რომ გამოაკლებ უკვე აღარაფერი რჩება ან ჩვენ საუბრობთ ქალბატონო ნასახელზე რაც აიქონებაზე კონკრეტულად და არა მთლიან ქონების კონვერსირება. ჩვენ ხო ორივე ვარიანტზე ვისაუბრეთ ბატონო მიხეილ და ექვე ვარიანტებად დავყავით. ან იქ არის ორი ქონება რეალურად. ერთი რაც არის ან სასამართლოში დავის საგანი და მეორე იმავე შენობაში ქალბატონი ნონას საკუთრებაში ყოფი ფაქტი. მე თვითონ ქალბატონი ნონას დავარწმუნებ ამაში რომ თუ ციფრებზე შევთანხმდებით განიხილავს როგორც სადავო ფაქტის კომპენსირებას ცალკე ასევე სადავო ფაქტის კომპენსირებას და იქ აი მის საკუთრებაში რაც არის ფაქტი იმის გამოსყიდვას. იქ რა თქმა უნდა ამოვიდეთ საბაზრო ღირებულებიდან მინუს იპოთეკა ხა გასაგებია რომ იპოთეკა ჩვეულებრივი ვალია. ამბავია ხო და რა ვიცი მე იცით რა არის მე წინასწარ გითხარით დავა უნდა დასრულდეს. მართლმსაჯულების არსი არის ის რომ საკითხი უნდა მოგვარდეს და არა რაღაცა ერთი ნაწილი მოგვარდეს და მე გადაიზარდოს სხვა დავებში და
წინაზე ბევრი ვისაუბრეთ ამაზე, მე მგონი თორე თქვენი გადასაწყვეტია ახლა მე მორიგებას მე ვერცერთ მხარეს ვერ ვაიძულებ და ვერ დავავალებ, არ მაქვს ამის უფლება მოსილება, თორე კი ბატონო, სიამოვნებით. ხონის სახით კოლეგას შანუ რო არის ეს ვიდრე სასამართლოსთან. ეგ ქალბატონი თეატრ მობრძანდეს პროცესზე რატო? მე ხა ამ პროცესებში კი იცით ალბათ ძალიან ბევრი პროცესი მაქვს და ძირითადად ეს არის ხოლმე ყოველთვის საპრეტენზიო მეორე მხრიდან რომ აბა მე რო თანხა გადავიხადე იმას ხო არ ვიზარალებდა. ზოგ შემთხვევაში მართლა არ არის ამის კომპენსირების საშუალება და აქ არის ისეთი შემთხვევა, როდესაც კი ბატონო ვამბობთ რომ ის იძდა რასაც თქვენ გულისხმობთ მათ მომიხეილოით დრო და ხარჯი თუ კიდე დავარიცხოთ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი პროცენტი იმ გადახდილ თანხას რაც არის რამდენი ხანით ასე ვთქვათ ფული გაუჩერდა. აი რა არის ისეთი ბატონო მეთეულთა გაახსნა ყოველ გამოცდილებას თან რა თქმა უნდა გაახსნა ყოველ გამოცდილებას წინაზე ვისაუბრეთ. არსი რა არის ახლა ეს დავა რაღაცნაირად გავაკვირო და უცდები აქვს ქონებრივი ინტერესი ამის მიმართ განიხილოს ესაა ქონება ეს ქონება მისია და 60,000 არ განიხილოს რომ ეს ქონება ამ ქონებაში უნდა იყოს. და საბაზრო ღირებულებით. თუმცა ჩვენს ცოტა დააკეთებს. ამ პრინციპზე ვერ თავდება. ხარებს იმეჩინოთ მას ამ რადგან 60,000 გადახდილი 60,000 უნდა იყოს ისე უკან ცოტა მეტი მაგრამ ცოტა მეტი მოგებელია. ხო, რა თქვენი მარტუნებელი? არც ხო. რა ვიცი, მე არ ვარ ბიზნესთან ყველაზე ნაკლები შეხება მაქვს, მხოლოდ ის დონის შეხება, რაც ჩემს მხარეებს აქვს ხოლმე, მაგრამ ასე გაჩერებული ქონება ზოგადად ამბობენ, რომ არ არის მომგებიანი და რელევანტური და ვთქვათ ინდიკაციის შემთხვევაც განვიხილებ და სერვიტუტიც განვიხილებ და თუ იქნება მოცემულობა იმისი, რომ არ არის სხვა არანაირი მისასვლელი და სერვიტუტი დადგინდა. სერვიტუტი არ არის, მაგრამ ჩვენი მოსაზრებით არ შეიძლება დადგინდეს. არ შევა არსებით განხილვაში ჯერ. ხო, აქვს და ალტერნატიული შესასვლელი და სერვიტუტიც არა პრობლემა გაიფიქრება ეს ფაქტი და იქნება საერთო შესასვლელი. ხო, ნუ მტკიცების საკითხი არსებითი და უნდა რა ვიცი, ალბათ თქვენ ხარებს უცდები, რომ შეჯიბრებითია. სასამართლო და სამოქალაქოში რასაც მეტყვი იქიდან გამომდინარე არ გამოაქვს გადაწყვეტილება. უბრალოდ კარგი იქნებოდა რომ დაესრულებინათ თუ მithumetes არ არის ესეთი სასიამოვნო მხარეებს შორის ურთიერთობა და ორივეს აქვს გარკვეულწილად იმის რესურსი რომ ერთ-ერთმა გამოისყიდოს. ყოველთვის უკეთესია ხოლმე რომ დავა დასრულდეს და არა რაღაცა ეტაპი დავიწყოთ. თქვენი განსაკუთრებით. რეალურად ისე ხო ეს თანხა აქვს გადახდილი აუქციონში. როდის იყო აუქციონი? 24 წლის 14 მაისს არის განკარგულება. 24 წელს. ხო, 24 წლიდან აქამდე დიდად არ შეცვლილა ფასები და ვერ იტყვის რომ მაშინ სხვა ფასები იყო და ამ თანხით სხვა რაღაცა მომეწოდა. ეს რო იყოს აი პანდემიის პერიოდი და შემდგომ 5 წელი უფრო ხელშესახების ხვაობა თანხებში და გვაქვს ხოლმე ამაზე საუბარი მორიგების დროს და დამატების თემაა ხოლმე როცა მხარეებს სულს მორიგებს. ვთქვათ და ეს საუბრის მოქმედად ვარია შემოწმებული ასე რომ ასაკეთი საბოლოოდ მასა ჩვენი პირობა რაც არის ეს ბოლო იყო რაც უფრო წამოვიდნენ ამის გაშერებასაც მაშინ რომ შედეგი არ იქნება და მაინც ვიტყვი $130,000 წლის ბოლომდე გადაიხადო და ზადა დასრულს ეს პროექტი. პატიჟემ მოსამართლე. მე კი ბატონო ჩემი მოსარჩევის წარმომადგენლის მიმართ არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ის მოძრანა ნახა მაგრამ მე ვთვლი რომ თვითონ აუქციონზე შემდგენმა დინოაშვილმა უნდა ნახოს ეს ფაქტი. აი ახლა ზედირად როგორ შეიძლება 130,000 არ არის სამყოფი ვარჩი? ბატონო არ არის, საერთოდ არ არის. აბსოლუტურად წარმოქმნა არ აქვს იქ რა რეალური სურათია. მე ამიტომაც ვთხოვე ბატონ მიხეილს რომ შეუქმნას რეალური სურათი რომ ეს მორიგება შედგეს. სხვადასხვის აი მე მართლა მადლობელი ვარ სასამართლოსი რომ აი ეს საშუალება არსებობს მორიგების და ჩვენი მხრიდან ეს არის ნამდვილად ჩვენ მომართული ვართ ისეთ მესმის ქალბატონო და უბრალოდ მინდა ვთქვა რომ ბატონი კახათ და თქვენი მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი ყოველთვის სხვა პროცესებზე ყოველთვის არიან მოწოდებული მორიგებას და ამ შემთხვევაში მე ნამდვილად არ მეყარება ეჭვი და
დავით მე კი დავას ვერ დაგატაცე. ამიტომ თუ კი შესაძლებელია პატიცემულო მოსამართლე მოგზავდეს მე მინდა პირისპირ ერთ-ერთში ვნახო და შეხედოს იმ სიტუაციას გინუაშვილმა იქ რა სიტუაცია არის ჯერ ერთი ჩვენ სერვიტუტზე რომ მოგმართეთ ხო ექსპერტიზის წარმომადგენელი მე იქ აუცილებლად უნდა გქონდეს შესაძლებელი იმიტომ რომ ეს საკადასტრო სადაც ჩვენ თანაც საკუთრება გვიწერია ერთად მე უნდა გავიარო არა მე სხვა არ მაქვს ეს არის მე სახლი ჩაბარებული მაქვს მერიაში არქიტექტურაში ანუ მთელი კანონის დასვით მოგეხსენებათ ყველას კი არა აქვს სახლი ჩაბარებული მე მაქვს ეს კანონის მიერად ჩაბარებული მე იქ უნდა გავიარო ამაზე ნამდვილად ახლა ამაზე არსებიც ვისაუბრეთ და ეს მეც გამამახული ამაზე ყურადღება რომ ალბათობა კი ბატონო საკმაყოფილებით ისევე როგორც უარი თქვით კი ბატონო ამიტომზე და ამას ხარეთ ყოველთვის ითვალისწინებ მაგრამ თუ არ სურს რა ვქნა თუ არის შესაძლებლობა რომ აი ეს მომენტი იყოს მოგცემთ ამ ჩვენს შესაძლებლობას მაგრამ თუ არ სურს მე ვერ გავაგზავნებ პატიცემულო მოსამართლე მაგრამ იქნება ხოლმე წარმომადგენელმა მე ნამდვილად კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ მოგზავნა ნახა არაფერი საწინააღმდეგო ის მიმართ არ მაქვს მაგრამ თუ კი შეუძლია მას რომ ერთხელ კიდევ უთხრას რომ მოგზავდეს ნახოს რეალურად არ აინტერესებს როგორ შეიძლება ეს არის მიზანმიმართული ქმედება ეხლა $60,000 ეკვივალენტი გადაიხადა და ორჯერ და სამჯერ მეტი თანხა უნდა არ ვიცი მე ეხლა იურისტი არ ვარ, თუმცა მეც რაღაცაში ჩახედული ვარ და ეს საფუძვლო გამდიდრება თუ რაღაცაში შეიძლება გავიდეს ასეთი მიდგომა რა. არ ვიცი. მე მორჩილესაც გთხოვთ, პატიცემულო მოსამართლე. აი თუ თვითონ მე დავწერდა ამას, ეს იქნება ფუჭი გადადება, მისთვის თუ კი რაიმე არსებობს შესაძლებლობა, მე ამ შესაძლებლობას მოგცემ, მაგრამ ერთადერთი იურიდიულად მეც ხალბატონოს არა ერთადერთი თუ კოლეგა არ იქნება წინააღმდეგი, ვერ დავავალდებულებთ ხოლმის რეჟიმში რომ მოგბრძანდეს და ის რაც ეხლა ჩვენ მოვისმინეთ, თქვენგანაც რომ მოისმინოს მან. მე შეგნებულად აი არ გადავდივართ რაღაც იმაზე, ხალბატონოსაც ვამშვიდებთ ხა იქ რომ ხა თქვენ სხვა არ მოგიწევთ ადგილზე დათვალიერებლად, ისე ვიზუალურად დაგიჭირთ. ერთი სახლია, შუაზე გაყოფილი. ხალბატონონა ეხა აქით და იქით წარმოიდგინეთ იძულებითი გამოსახლების შემდეგ მეორე მხარე ეგ იქნება, რა ვიცი, სამხალხო დაპირისპირების ახალი ჯერა. მე რაც ნახე ახლა იქ ადგილზე სულაც ვიყავი, არის სამსართულიანი სახლი, ანუ პირველი სართული მასარდა. არის სამსართულიანი სახლი, პირველი მეორე სართული და მასარდა, სადაც ცხოვრობს ხალბატონონა და ქვევით ხალბატონონას სახელზე რაც აქვს, ეს პრომარიული დაღესული, ანუ ეს სამსართულიანი არის ჩემი მართლობის სახელზე, უმრავლესობა სახელზე, ქვევით არის ეზოში ფართი, რომელიც არის იპოთეკით დაგროვებული ორი ფართი. სამონაზერში ამიტებული. შესაბამისად, ხალბატონონა პირდაპირ იყენებს ამ ჩვენს სახლს საცხოვრებლად. დანარჩენი ფაქტი, რომელშიც ამბობს, რომ მან და ის ყოველთვის არის დაგირავებული ამ ეტაპზე. არა, თქვენ აქვთ დამოუკიდებელი შესასვლელი, შედიან ისინი დაგირავებლები ეზოს მხრიდან. ხალბატონონა შემოდის თავისი, ანუ იმ ფაქტიდან და ცხოვრობს და ითხოვს სერვიტუტს. მაგრამ ამ დამოუკიდებელი ფაქტებს აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი. გასვლაშით არის ვარიანტი მეორე მითითებული ეს. სამოსად რაღაც სერვიტუტთან დაკავშირებით ეს არსებითი გამშველის საგანია, ბატონო კორპუსიდან უნდა იქნეს კედელი გამონგრეული. მე ის ვფიქრობ, მეც ყოფილი ვარ ისეთ ვითარებაში, როდესაც ჩემ მარცხნივებს ვერ ვეუბნები რაღაცას ადვოკატების სხვანაირად ვართ ეხა კლიენტთან და მოსამართლეს სხვანაირად შეუძლია უთხრათ თუ არის ეს შანსი, რომ მოსამართლე დავალდებულებით ვერ დავალდებულებს, მაგრამ არ ვაკლებს ისედაც ძალისხმევა. მისგან რომ მოისმინოს ის რაც ჩვენ მოვისმინეთ, თორე ეხა მეტი არის მოსვლაზე ვეუბნებოდ ჩემი რჩევა იყო იქ თავიდან რომ არ მოსულიყო კონფლიქტი არ იყო. თუ ის მომენტი არის, მე გამიკეთები. მე აქ ისთვის ვარ, რა კონფლიქტი. ხალბატონია, ხონია ამისი პრაქტიკა, მე ვთხოვ აგერ შეუთანხმებლად ხალბატონონოს, რომ იმ სხდომაზე, რომელზეც ხალბატონია მოვა მაგმიზნებისთვის. ხალბატონონა არ მოვა. არის მაგისი მესმის ხარ ასეთ ბატონი მიხეილი საუბრობს და მე უბრალოდ მინდა რომ მე დაველაპარაკო და თქვენ დაველაპარაკეთ პირველ რიგში და ცოტა მე დავამატებ მაგათ რომ მან მოისმინოს, იმიტომ რომ იცით წლების მანძილზე რაში შეიძლება გადაიზარდოს. შეიძლება თვითონ არ იცოდეს არ იყოს ასე ღრმად ჩახედული ამ საკითხში და ეხლა. კი, მეც მინდა $60,000 $100,000 მაგრამ ან
იქნებ რაღაცაზე შევთანხმდეთ, თანხა შეიცვალოს ცოტა. ირადაც თუ მოვა, არ მოვა ქალბატონო, მე რა თქმა უნდა ვიქნები და იმ ორი ვარიანტიდან თუ მესამე ვარიანტიც არის კიდე დამატებითი ფაქტის გამოსწრებად, ციფრები იგება დავაახლოვოთ ერთმანეთს. მეტი მე ამ საკითხზე მას არ ამოვიღებ თქვენ გადაწყვეტილებას. თქვენ რამდენის გადაფრთხის საშუალება გაქვთ პირდაპირ გითხოვთ მაშინ და რა ვადაში რომ მიუტანო და თუ არის თანახმა მე შემიძლია ახლა ვიყო გადავიღო. ჩვენგან არის რომ დავასახელეთ ციფრი 130,000, რა თქმა უნდა ეს თქვენთვის მიუღებელია, ჩემთვისაც 130 ხო ჯერ და მეტჯერ შაშონდოს მე მე ვახშობთ 100%-ზე მეტია ხო 140 კვადრატია მე ვახშები წლიწურ 3.9% იღებდა დარბაზში დამსწრებირების დახმარება არ იჭირდება ჩვენ უნდა ვარცხავს ყავს ჩვენ დავით რამეს დაამატეს მე ერთადერთი ქალბატონო ნათია იმას დავამატე 130 წვილი რო უთხრას ქალბატონო სამართლეს არ კადრებს გაჭიანურების მიზნით პირადად თუ მოვა და აუხსნით ეხლა შეგრებულად თავს ვიკავებ საქმის განხილვის ამ ეტაპზე და ეხლა 60,000-ში 130,000 ეხლა მე ვახშეებში რომ გავიდეთ 3-4%-ზე მეტი ყოველთვიური არ არის იმაზე კიდე ორჯერ მეტი არის ეხლა რავი რაღაცა 54 მუხლის ხوارცეობს კიდე სამოქალაქო კოდექსში და მოდი ახლა ჩვენ ცოტა წინ წავიწიოთ. ჩვენ განცხადება ვუხმობთ ნახევარი განსახილველი ქონის ამბირების. ეს განხილვა მე ამასთან დაკავშირებით რაც ვფიქრობ რომ საშელის დავაზუსტო რადგან ეს მესამბიერები რა განცხადებას ნახე. ნუ პასუხებად უნდა დავასახელო დიდი ალბათობით და თანხმობრივი ნაწილის დავამატე. მოსვიკენეს შეგიძლიათ. ისიც არა მოპასუხება შესაბამისი წესით. კი, რა თქმა უნდა. რომ პროცესუალურად მე სადაც მორიგდებით თუ არ მორიგდებით ეს დავატავა ბოლომდე და პროცესუალურად უნდა იყოს გამართული. ეს სუდი შემოვიდა. არ გორჩაბარებული ჩემს. არა ხალხო სამინიც. ჩემი კანცელარიიდან ჩვენამდე ურიდურა დასკანერებას და ამოტანა, სახელმწიფოს და ამოტანა. ან წინასწარ შემოტანილი ვერ არის. ნუ არა ხელზე ხო შეიძლება. კი ბატონო, აბა გისმენთ. აქ არის თვითონ დარბაზში მხარეები და ვინაიდან კანონმდებლობის სპეციფიკა არის, ხო მე რომ გითხოს კაცნაი არაკონსტიტუციური არის, მაგრამ მე მათ თალკე დავისუფლება არ აქვს, იმიტომ რომ იცით თქვენ ხარ ჩემზე კარგად აღსრულების სამსახური გადაწყვეტილებას აღასრულებს მათ მიმართად. ასე წერია 94-ში საახსრულებო წარმოების შესახებ კანონში. ის რომ ეს გადაწყვეტილება მათზე აისახება ეს ფიქრობ რომ ცალსახა ერთად ცხოვრობენ და აქედან გამომდინარე დავაშიც და შესაძლო მორიგებაშიც აქვს სურვილი მონაწილეობის დარჩეთ თვითონ. ბატონ კახა, მოდი მაშინ ასე მოვიქცეთ, რადგან ბატონი მიხეილი ბრძანსონ ნანახი აქვს ეს განცხადება და საჩერის დაზუსტებას აპირებს. თუ დააზუსტებს, მაინც ჯობია მოხდეს ისტორია. ამიტომ მოდი ამ განცხადების განხილვა გადავდოთ. კანცელარიით არც არის შემოსული და ამოვა ჩემთან. თუ თქვენ ამბობთ რომ ისედაც დააზუსტებთ უკვე ამ განცხადებაში კონკრეტულად თუ არ დაკარგავს და მოპასუხებელად იქნებიან თუ არ დააზუსტებს თუ თქვენ გაქვთ პოზიცია რომ დააზუსტებთ ესე ჩვენ თავიდან ვაპირებთ ამას თუმცა მაშინ თავი შევიკავეთ გასნახოთ წარმოდგენილი სარგებლობასთან დაკავშირებით აკისრეთ შეფასების ასრულების წარმოდგენილია და დავაზუსტოთ მოპასუხებელად დღეს და ფაქტობრივად დავამოწმოთ განსხვავებით თანხმობრივად რა მორიგების მე